ესე იგი, ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე და შენ გახდები ზე ადამიანი, ხო გინდა რომ გახდე ზე ადამიანი? აი ესეთი რა ქუჩაში რო გაივლი და ეს რა ზე ადამიანი მოდის, რო თქვან. ან მოხუცებმა რო დაგითმონ ავტობუსში ადგილი, ხო? ან ძილის წინ აქეთ რომ ლოცავდე ანგელოზებს. ხო გინდა ეს? ხო და მაგას მიიღებ ახლა. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ სავარჯიშოთი. პირველი სავარჯიშო რა არის? ეს არის ანალური შეკუმშვა სინქრონულ სუნთქვასთან ერთად. მიდი? ხო, აი, მთელი ცხოვრება ტრაკი იყავი და ეხლა ვიდეოს უყურებ და ზე ადამიანი გახდები, კი? მთელი ცხოვრება ტრაკულად იცხოვრე, ტრაკულად ისუნთქე, ტრაკულად იარე, ტრაკულად ილაპარაკე, ტრაკულად გაიზარდე და ჰოპ, აი ვიდეო გიშველის რა, რამე წიგნი. რამე მასტერკლასი, არა რა თქმა უნდა. აი იმედია ხიხოები გავრიყე ცოტა მაინც და ეხლა სერიოზულად ვისაუბროთ რა. ანუ ზე ადამიანად გახდომა შეუძლებელია, კი? მაგრამ რომ აღზარდო შენში ძლიერი პიროვნება, აღზარდო ან შექმნა, ეგ რეალური არის. თუ გინდა რომ იყო ჩაუნაცვლებელი, მით უმეტეს იმ ეპოქაში, რომელშიც ვართ. თუ გინდა რომ იყო დასამახსოვრებელი, თუ გინდა რომ მარტივად შეგეძლოს მნიშვნელოვან ადამიანებთან დანეტვორქება და ასე შემდეგ, მაგას სჭირდება ძლიერი პიროვნება. ეგ არის ძალიან დიდი ვალუტა. ყოველთვის იყო, მაგრამ ამ რეალობაში, სადაც ადამიანი მართლა გაუფასურდა ბევრი მიზეზით. აქ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვეულებრივი ხელობა. მართლა. არავინ არ იბადება ეგრე პიროვნებას, ნუ გააჩნია მაგაში რას ვიგულისხმებთ, ეს არის დისციპლინა, აღზრდა, მთელი ამბები. ხელობა არის, აი როგორც ნებისმიერი სხვა ხელობა რო აიღო რა. ნებისმიერი პრინციპში. და ამას ყველა ვინც გონია დიდი პიროვნება და რამე ნებისმიერი მაგ ადამიანის ბიოგრაფია მაგას ადასტურებს, რომ ეს იყო გამომუშავე, ეს იყო ნამუშევარი. და ყველა ილუზია იმაზე, რომ რაღაცა ეგრე იბადება ან თუ 17 წლის ნიჰილისტი ხარ, მოდუნდი და ნახე რა, ან რაღაცა ეგეთი იდიოტური და ეგ ყველაფერი უფასურდება. ყველა მისტიკური დამოკიდებულება, ყველა სისულელე და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ვერ იქნება, რა თქმა უნდა, პიროვნება, ხალხის უმეტესობა არანაირი პიროვნება არ არის. ადამიანის თქმაც კი რაღაცა ცოტა სირცხვილს იწვევს. იგივენაირად როგორც არ ვიცი, ნუ აი ყველას შეუძლია რომ ისწავლოს ძერწვა, ხო? ისწავლება უკაცრავად ძერწვა, მაგრამ ყველა კარგად ვერ გამოძერწავს, ხო? მან სხვა ასპექტი არის, ეგ ცოტა ისეთი არის, მისტიკური, დეტერმინისტური, გენეტიკური და ასე შემდეგ. ხო და მოდი აქ ავიღოთ ორი ასპექტი რა. ერთი არის შიდა, როცა ვსაუბრობთ პიროვნებაზე, ძლიერ პიროვნებაზე, ძლიერ ფუნდამენტზე, არის შიდა ასპექტი და რა თქმა უნდა არის გარე. გარე ასპექტში შედის სტილი, ხო? იქ ბევრი რამე შეიძლება იყოს ეგ. ესთეტიკა, მუსიკა, ჩაცმულობა, რა ადგილებში დადიხარ, ბევრი რამე რა. პრობლემა რაში არის, რომ აი მეორე ნაწილში არ მოვიკოჯლებთ, განსაკუთრებით საქართველოში, გაიარე თუნდაც რუსთაველზე და იმდენ პიროვნებას ნახავ. იმდენს ქვაროა აკდო ზოგადად რა საქართველოში პიროვნებას დაეცემა, მაგ მხრივ. მაგრამ რო ავიღოთ შიდა ასპექტი, შიდა პიროვნული ასპექტი, მან ხო დეფიციტი არის, მან ძალიან ცუდი სიტუაცია არის, მან სრული სიცარიელე არის. მეორე ასპექტი რაც არის, აი ეს გარე, ხო? ეგ მარტივი არის რა პრინციპში, იმიტომ რომ ადამიანები როგორც ნებისმიერი სხვა მაიმუნი უყვართ მიმიკირებას, რასაც ეძახიან, რა გამეორება, დაინახე, გაიმეორე, დაინახე, გაიმეორე. ხვდები, მაგრამ შინაგანად როგორც წესი ეგეთი ადამიანები, ნუ აი სიცარიელე რა. რაღაც ქვებით სავსე ტომარა უფრო მეტ აზრს ატარებს ვიდრე ეგ ადამიანები. ხო და მნიშვნელოვანი რა არის? ძალიან ბევრი ასპექტი არის და რო რამე ეს მასტერკლასი არის, რა თქმა უნდა ამომწურავი არ იქნება. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ, ამიტომ თუ ახლა არ შეგიძლია ყურება და ასეივე რომ მე ცოტა უფრო ინტიმურ გარემოში უყურო, რომ ბევრ კარგ რამეს გაიგებ. ხო და, ნუ ბევრი ასპექტი არის აქ და მოდი შევეხოთ ტვინს. ტვინით დავიწყოთ. სანამ ამას ვიტყვი, რომ რამე დახურულ არხზე არის 4 ფუნდამენტური მასტერკლასი, რომელსაც თუ არ ვცდები ჰქვია
პიროვნების შექმნა განვითარების მასტერკლასი და კიდე უამრავი რამე არის, ამიტომ გაწევრიანდი აუცილებლად. ტვინით რო დავიწყოთ რა, ტვინი ყველას აქვს იდეაში, ვასკვნით მაინც. მაგრამ ისეთი რამეა რა, ტვინით იბადები, მაგრამ ინსტრუქცია არ მოყვება და ტვინი ისეთი ჩათლახი რამე არის, ისეთი. მაგაზე ღია არხზეც არაერთი ვიდეო მიდევს, ხო? რომ წარმოუდგენელია თითქმის. ხო და მნიშვნელოვანი რა არის, რომ შეგეძლოს შენს ტვინთან კომუნიკაცია. შეგეძლოს რომ ტვინს გამოსწალო ენერგია. შეგეძლოს რომ ტვინს დააჯერო რომ ეს არის საფრთხე, ეს არ არის საფრთხე. ეს ყველაფერი შესაძლებელია რაღაც დონეზე, რა თქმა უნდა და რაღაც კონტექსტში. ეს ფუნდამენტური არის რა, ამიტომ პატარა მაგალითი მინდა რომ მოვიყვანო. რა არის მის ტვინს? მოდი სიტყვა ქვეცნობიერი არ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეგ მაინც ძალიან დაძველებულია და ძალიან ზედმეტად მისტიკური და ოკულტური და დეგენერატული არის. არაცნობიერი ვთქვათ, იმიტომ რომ ეგ უფრო მეც დაფარავს, ხო? როცა ცდილობ შენს ტვინთან კომუნიცირებას, შენი არ ვიცი, სურვილების, აზრების და ასე შემდეგ, ერთი რამე უნდა გაიგო. ტვინი არანაირი დიდი მიზნებისთვის შექმნილი არ არის რა. ეგრე არც ფუნქციონირებს, ეგ არც ევალება, არც რაღაცა ისეთი აბსტრაქტული, ძალიან მარტივი რამეები არის, რაც ტვინს უყვარს. ეს ცნობილი ფაქტი არის. შესაბამისად, რამე სურვილი თუ გაქვს, რამე მიზანი თუ გაქვს და ასე შემდეგ, ეგ უნდა აუცილებლად ითარგმნებოდეს ემოციებში და შეგრძნებებში. მაგალითად, გინდა რომ დაასრულო რაღაცა ძალიან ისეთი მოსაწყენი საქმე. ხო, რაღაცა მიზანი გაქვს, ხო, რომელიც არის რომ რაღაცას გააკეთებ და ფინალში ის იქნება, რომ შენ შეძელი და რაღაცა ესეთი გააკეთე, ხო? ან რაღაცა, არ ვიცი, საბუთი მოიპოვე, მართვის მოწმობა, ან რამე ეგეთი. მსგავსი სიტყვები და მსგავსი კონცეპტები შენი არაცნობიერისთვის, ანუ არაფერს ნიშნავს რა. ანუ გადახედეთ ხალხს. ხელის განძრევა არ უნდათ. ბევრი ისეთ რამეზე, რაც პირიქით კარგი იქნებოდა, ხო, მათთვის. ამიტომ რა არის რა მნიშვნელოვანი, რომ რამე მიზანს რო დაისახავ, შენ ეგ აუცილებლად უნდა მიიღო შეგრძნებით. აი, მაგას რომ მოიპოვებ, მაქამდე რომ მიხვალ, რას იგრძნობ. აი, ეს ერთადერთი ენა არის რა, რომელიც ეფექტური არის, აი მაგ არაცნობიერთან რო იკომუნიცირო, იმიტომ რომ არ ესმის ეგეთი რამე, მართვის მოწმობას ავიღებ, რაღაცა საბუთს ავიღებ, რაღაცა დაუბუსტავ ჩემს გაყიდვებს. და ეგეთი რამეები, ეგ მშრალი არის, მანდ არ არის ემოცია შეგრძნება. უნდა წარმოიდგინო შენ უკვე იმ პოზიციაში რო ხარ, როცა ეს ყველაფერი მოიპოვე, რას გრძნობ? ხო ხვდები? რას გრძნობ, როგორ გრძნობ მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ შეგრძნება იწვევს мотивაციას, მაგრამ აბსტრაქტული რაღაცა ისეთი, რაზეც ტვინი არც არის ოპტიმიზირებული, ეგ ტვინს არ ესმის. საკუთარი მაგალითითაც შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ შემთხვევა, როცა რაღაცა მიზნამდე მიხვედით და მანამდე შეგრძნებას გრძნობდით რა. და რა თქმა უნდა, ეგ მიზანი არ უნდა იყოს ისეთი აბსოლუტური რა, ანუ რომლის გარეშეც შენი ცხოვრება არ გამოვა. ეგ ზოგადად ძალიან ცუდი ჭირი არის და რამე, მაგრამ მაგაზე სხვა დროს. ხო და ტვინს ესმის აი შეგრძნება მდგომარეობა, ამიტომ სიტყვები კი არის და უნდა მკაცრად გაწერო რა გინდა, რომ ტვინს დააძალო რამის გაკეთება, ხო? მაგრამ ეგ უნდა იყოს სავსე შეგრძნებით. აი მაგ შეგრძნებით, რასაც მაგ დროს იგრძნობ. მეორე მომენტი კიდე რა არის რა? და ის ადრეც ვახსენე, მაგრამ დაიკარგა ეგ მგონი რომელიღაცა სიმპოზიუმში, რომ რამე საქმეს როცა იწყებ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო all-in-ი, მთლიანი ენერგია არ უნდა მიახარჯო, სულ რომ გქონდეს მთლიანი ენერგია, სულ რო იყო აი გადაჭედილი ენთუზიაზმით. ხო, გქონია ეგეთი რამე, რომ აი რაღაცა ერთი სული გაქვს საქმე დაიწყო, რაღაცას შეუდგე, რაღაცა იმას ქნა, ხო? და არ ზოგავ მაგ დროს ენერგიას. ეგ არის ძალიან ცუდი. სერიოზულად, ეგ ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ შენთვის მნიშვნელოვანია მაგ დროს რომ ეგ დროზე გაჭიმო. რომ მუდმივად გქონდეს უკმაყოფილება რა. ამიტომ არასდროს რამით რო ყავდები ინტენსიური არ უნდა იყოს ეგ. მაქსიმუმ ცოტა დრო დაუთმე, ანუ ისეთ დროს უნდა შეეშვა, როცა ჯერ ისევ ხარ ჰაიპში. მაგალითად რამის სწავლას იწყებ დამოუკიდებლად ან საქმიანობას ან რამე, ხო? მესმის რთული არის, მაგრამ
აი გაჩერდი იმ მომენტში, როცა ჯერ ისევ გაქვს ეგ ენერგია. იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობა საქმეს ტოვებს, რამეს იწყებს სწავლას ან რამე ბიზნესი საქმე რამე ტოვებენ. პირველ დღეს ჩადებენ გიგანტურ ენერგიას, მეორე დღეს უკვე სწორ რამეს ვაკეთებ, აღარ არის ენთუზიაზმი, აღარ არის ის შემოქმედებითი ენერგია და ეგრე კვდებიან რა. ამიტომ შენ თუ გინდა რომ მიხვიდე მიზნამდე და უფრო პროდუქტიული იყოს და დაუბრუნდე ენთუზიაზმით რამე საკითხს, განსაკუთრებით დამწყები თუ ხარ, ხო, არ უნდა ჩადო დიდი ძალის ხმევა. ის ფაქტი მესმის, რომ რაღაცის სწავლას რო იწყებ, აცნობიერებ, რომ სხვებმა ეგ უკვე ძალიან კარგად იციან, რომ ძალიან დიდი თემა არის და გინდა რომ მაქსიმალურად ბევრი წამოიღო რა. მაგრამ ტვინი მაგას არ დაგიფასებს, იმიტომ რომ ტვინი იწვება. არ აქვს მნიშვნელობა ენთუზიაზმით და ენერგიით თუ მაგის გარეშე. თუ შენი მენტალური რესურსები დიდი ხნის მანძილზე ერთ დღეში გაწურე, მეორე დღეს მკვდარი ხარ, მესამე დღეს მკვდარი ხარ. მაგ მხრივ. ანუ დიდხანს ვერ შეინარჩუნებ და რომ შეინარჩუნო, ამიტომაც ნელ-ნელა უნდა გაზარდო ინტენსიურობა ყოველთვის. ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ. და ამგვარად ყოველთვის გაქვს რაღაცა, რასაც ხო ხვდები? ანუ არ გამახსოვრდება საქმის დასრულება ისე რომ დაიღალე. ანუ ეს ძალიან სერიოზული mindfuck-ი არის რა. როცა წყვეთ რაღაცის კეთებას იმ დროს, როცა ჯერ ისევ გაქვს ენერგია და აი ენთუზიაზმი და ნერწყვი მოგდის, ხო? ეგ საქმიანობა შენი ტვინისთვის ხდება აი წყარო რაღაცა სერიოზული ენერგიის, ენთუზიაზმის ასე შემდეგ და ამგვარად უფრო გამოგიღობს ტვინი მეტ ენთუზიაზმს, მეტ ენერგიას. რა თქმა უნდა, ეგ უსასრულო არ იქნება, გექნება დღეები ჩავარდნის და ასე შემდეგ, მაგრამ სწორად დააპროგრამებ რა ტვინს ამ მხრივ. რო აი ეს გქონდეს, აი მთავარი რაც არის რა, ენთუზიაზმი, ენერგია. მე რო რამე მაგ მხრივ ძალიან ისე გავაკეთე, მთლიანად ცხოვრება მოვიწყე ისე რომ ეგრე იყოს, ეს პირდაპირ კავშირში არ არის რა, მაგრამ თუ არ მაქვს ენთუზიაზმი, არაფერს არ ვაკეთებ, საერთოდ არაფერს. როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს და როგორი სერიოზულიც. ენერგია, ეს ენთუზიაზმი თუ არ არის, არ ვეკარები რა საქმეს. არ არის ენთუზიაზმი, არ გავაკეთებ იმას, არ გავაკეთებ ამას. და მთლიანად ჩემი ცხოვრებას გავუკეთე მოდელირება ისე რომ ასეთი ცხოვრების შენახვა შეუძლო, იმიტომ რომ ეგ არ არის ხო მარტივი შესანახი ცხოვრება, რომ აი შენ ხოშზე იყოს და რამე. მით უმეტეს შემოქმედებითი თუ ხარ დაკავებული, იმიტომ რომ შემოქმედებითი თუ ხარ დაკავებული, ეგ რაც არ უნდა იყოს ნებისმიერი რამე, ხო? მან შენთვის მთავარი ვალუტა არის ენერგია, ენთუზიაზმი, ეს ნერწყვი რაც გადგება. და მთელი ამბები. ეს ორი ასპექტი იყო ტვინის, რაც წეღან განვიხილეთ, ეს ჩემი პირადი მაგალითი არ აიღოთ რაღაცა ისეთ სერიოზულად. შემდეგ, აი ეს არის მნიშვნელოვანი თუ გინდა რომ იყო აღზარდო შენში ძლიერი პიროვნება. და აქაც ტვინი არის, რა თქმა უნდა, ჩართული. ეს არის დესენსიტივიზაცია. ეხლა ნახე რა, არის რაღაცა თემები, რაც შენს ხვდები რომ ობიექტურად არ არის რა კატასტროფა, მაგის გამო არც ნაკლები ფული გექნება, არც მშიერი დარჩები, არც ვინმე მოგკლავს ასე შემდეგ. და რაღაცა სენსიტიური თემები არის შენს თავში, რომელიც გაწუხებს, რომელიც გაბრკოლებს, რომელიც რაღაცა. და მაგას თუ ვინმე დაუმისნა, განადგურდები რა. ხვდები, რაღაცა დიდი ცხვირი გაქვს და ეგ ნატროფ რომ ვაიმე არავინ არ თქვას რომ დიდი ცხვირი გაქვს, ვაიმე ნატროფ რომ არავინ შენიშნოს. ოპ შენიშნა ვიღაცამ და მორჩა. ასეთმა მარტივმა რამეებმა პიროვნება არ უნდა ჩამოგინგრიოს რა, ანუ ასეთმა მარტივმა რამემ ღერძიდან არ უნდა გადაგხაროს. ამიტომ საჭიროა მაგ ყველაფრის დესენსიტივიზაცია და პრობლემა რაში არის რა, აქ რომ ტვინი ვერ ანსხვავებს, ეგ რეალური საფრთხეა თუ არის. რაღაცა ტრამატული თუ არის, აი ეგეთი მარტივი რამეც კი რა, ცხვირი, ხო? რაღაცა ტრაუმულად მიიღე, ხო? ტვინისთვის ეგ არის რეალური, ეგზისტენციალური საფრთხე. მაგიტომ არის რა ეგეთი მნიშვნელოვანი. მაგიტომ გაგდებს ეგეთ დღეში. ხვდები? და ტვინს უნდა აუხსნა რა, რომ არა ეს საფრთხეს არ წარმოადგენს. მეთოდი ძალიან მარტივია, მგონი ცხადი არის ეგ დესენსიტივიზაცია, რასაც ნიშნავს, რომ თავად აიგდო აბუჩათ ის ყველაფერი
რაც შენთვის არის ასეთი სენსიტიური. ეხლა ნახე, ზოგი თემა შეიძლება იყოს კი მესმის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური რა. და წმინდაც კი, წმინდა ტკივილი, წმინდა ტრავმა. ხო, შეიძლება, მაგრამ თუ არის შანსი რომ ვიღაცამ მან დაგიმისნოს მოგარტყას და ეგ მთლიანად ღერძიდან მოგშლის, სჯობს მართლა, რომ ეგ ყველაფერი გააუფასურო სენსიტიურობის მხრივ, რომ თავად აიგდო მასხრად, თავად გახადო ნორმალური. და ამგვარად ტვინი ხვდება, რომ უიმე არა, ეს არ წარმოადგენს რაღაცა სერიოზულ საფრთხეს, ხო ხვდები? და ეგ მნიშვნელოვანია ყველა თემა. ამგვარად შენი პიროვნული საყრდენი იქნება ძლიერი, ხო ხვდები? აი ეს კაცის ვიდეო გამახსენდა ინტერნეტში დაიარება. ქალს უყვირის მანქანაში, მგონი რაღაცა ვერ გაუგეს ერთმანეთს, ვიღაცამ გადაუხვია, მოუხვია რამე რუმე და ეს კაცი უყვირის ამ ქალს ლანძღავს და ეს ქალი ეუბნება, რომ შენ მელოტი ხარ სამაგიეროდ და კაცი მოკვდა შიგნიდან. მოკვდა. სამომისად, ყველა მსგავსი სირობა უნდა ჯერ მასხრა დაიგდო, გააუფასურო, რომ შენზე აღარანაირი გავლენა არ ჰქონდეს. ეს ძალიან დაუფასებელი რამე არის, მით უმეტეს ეხლა. როცა სიტყვა insecurity არის, არ ვიცი რა, ანუ ყოველდღიურობა, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობის. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ რამე უნდა აიტანო, ხო ხვდები? უბრალოდ მაგ მომენტში ხო რას არ ნიშნავს, რომ რამე უნდა აიტანო, ვინმესგან ან რამე ეგეთი, არის ნეგატიური, არ უნდა აიტანო ეგ. მაგრამ მაგას არ უნდა ჰქონდეს შენზე ემოციური გავლენა. არ უნდა გიცვლიდეს რამეს. აი უნდა შეხედო როგორც შეგრძნება იგივე უნდა იყოს, რაც არ ვიცი, ჭიანჭველაა გაცოცხლდა. ოპ და მორჩა. და აი ამ მომენტში იქნება ძალიან სერიოზული კონფლიქტი, რა რომ ერთის მხრივ შენ მაგას არ იტან, ხო ხვდები და ტვინს მარტივად შეიძლება ეგ დააჯერო, რომ ეგ საფრთხე არის, ეგ ის და ეს. ხო და მეორეს მხრივ სენსიტიურობა დაკარგული გაქვს, რა და ეს ისეთი რამეა, რაც კარგად უნდა მოაგვარო, ანუ არ იფიქრო, რომ ეხლა ეს მოისმინე და მორჩა. მაგას უნდა ჩაუჭდე, უნდა პროცესით დაკავდე. როგორც წესი მსგავსი რამით ადამიანი რო კავდება, მაქსიმუმ 5 წამი, 10 წამი და მერე ფიქრობენ რომ მოგვარდა. არა, ამას უნდა ჩაჯდომა. უნდა იგრძნო რომ სენსიტიურობა დაკარგული არის რა. თორე ხო რა შენს ტვინს ეგ ეგონება საფრთხე და ეგეთი სირობით რო იტანჯები, ანუ ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივი ის იქნები რა. მოსაშლელი წყობიდან. და გასაუბედურებელიც კი, იმიტომ რომ ხალხი მართლა ისეთ რამეებზე ტრიგერდება. ღმერთო ჩემო, ხო? და რაც მთავარია, ნუ დაიმახსოვრე ეს კარგად, რომ ეს ცხოვრება არის შენი სათამაშო მოედანი, შენი sandbox-ი. ეს არ არის რაღაცა საგამოცდო პრობაციული პერიოდი, ხო ხვდები? სადაც თავი უნდა დაამტკიცო. ეს არ არის შენი შანსი, რომ დაამტკიცო, რამდენად კაი ადამიანი ხარ. არა, ეგ ყველაფერი ყველას ფეხებზე კიდია. ეს ცხოვრება და ეს სამყარო მთლიანად არის ომი, სხვადასხვა ნებათა ომი. და აქ არ იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე კარგია, ან ის, ვინც ყველაზე ცუდია. აქ იმარჯვებს ის, ვინც ძლიერია. ის, ვინც ბედავს, რომ გააკეთოს ის, რასაც ხვები ვერ ბედავენ. ხვდები? და შესაბამისად, ცხოვრებას რო შეხედავ როგორც sandbox, როგორც შენს სათამაშო მოედანს, შენთვის ცხადი ხდება, რომ შენი შეცდომები არ არის ეგეთი დიდი რამე, ხო ხვდები? შეცდომა დაუშვი იქ. იქ რაღაცა სირობა თქვი, რაღაცა სირობა გააკეთე. რაღაცა ისეთი, რაღაცა ესეთი, ხო ხვდები? თამაში მაგით ხო არ იტანჯები, არა, როცა თამაშობ თამაშს. იტანჯები მაგით, რომ ვაიმე აქ რატო დავდგი რაღაცა Minecraft-ში ეს ბლოკი. არა არ იტანჯები და ცხოვრებას იგივენაირად თუ შეხედე, როგორც შენი სათამაშო მოედანი, ხო? არანაირი ისეთი სირობები, როგორც არის სინანული რაღაცაზე. რაღაცაზე წუხილი, ფლეშბექები, რაღაცა ვიეტნამური შენს რაღაცა იმაზე. აიმე ხალხი რას იფიქრებს? აიმე ხალხი, აი ახსოვს ხალხს. იქ რო რაღაცა იმას ვქენი, იქ რო დავეციან, იქ რო რაღაცა სირობა ვთქვიან, რაღაცა. ეგ ყველაფერი ქრება. და ესეც არის დესენსიტივიზაციის იმიდან, რა? თემიდან, ხო ხვდები? ეხლა მე რასაც ვამბობ, ხო? ანუ მესმის რომ ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, ეგ რომ მოისმინოს ცუდმა ადამიანმა, გინდა რომ ადამიანები ისედაც ეგრე იქცევა ბევრი და ჩემგან მაგას ისწავლის თუ არა, ვიღაცა დეგენერატი თუ არის,
ის მაინც დეგენერატულად მოიქცევა. ამიტომ მოდი მორალი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ რა მე აქ ვესაუბრები ძალიან კონკრეტულ ადამიანებს. მაგიტომაც არის ეს ინტიმური და მაგიტომაც გესაუბრები ინტიმურად რა. ამიტომ სხვები დაივიწყე ისევ ნუ ხარ მიჯაჭვული სხვებზე თუ ეგეთი აზრები გიჩნდება. მოსტყნიათ პატრონე, კაი? სწრაფად ზედმიწევნით და ოპერატიულად. ამიტომ ეგ ხო შემდეგ რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს თუ არ ვცდები ერთ-ერთ მასტერკლასში დახურულ არხზე ვახსენე კიდეც. ეს რა არის? უნდა გატყდე დამოუკიდებლობაში. უნდა გატყდე. და ეს რას ნიშნავს? ეხლა ავხსნი. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად დამოუკიდებლად რაღაცა დაიწყე, რაღაცას მიახტი, რაღაცა იმას ქენი და იმანამდეც ყველა გეუბნებოდა, რომ უიმე არა ეგ დებილობა არ გააკეთო და დაუჯერე სხვებს და ასე შემდეგ. ცუდი სიმართლე რა არის რა? ცუდი სიმართლე ის არის, რომ იდეაში მაგ დროს სხვებისთვის რომ დაგეჯერებინა, უკეთესი იქნებოდა, ხო? მაგრამ მსგავსი მიდგომით ვერ გატეხავ რა იმას, რო გახდე რეალურად დამოუკიდებელი, რო გახდე შენი ცხოვრების უფალი როგორც ლორდი, უფალი როგორც აი საკუთარ ბედის წერას ვინც ქმნის. სამწუხაროდ აი ეს ცუდი მომენტი უნდა გაიარო, რომელიც რა არის, რომ რაღაცას მიახტი, რაღაცა დაიწყე რამე რუმე, ყველა გაფრთხილებდა, რომ ეგ სისულელე არ უნდა გააკეთო და შემდეგ მართლა ყველაფერი ჩაფლავდა, მიიღე სრული იმედგაცრუება, რეალითი ჩეკი, ცხოვრებამ გიგანტური დილდო გადაგარტყა სახეზე. ის ხალხი რა თქმა უნდა ეგრევე, აი ხო გითხარი ასე შემდეგ და მაგის მიუხედავად მაინც რომ იგივე გააკეთო, აი ეგ ნიშნავს რომ გატყდე თავისუფლებაში. იმის მიუხედავად რომ ყველა გარე input-ი, feedback-ი რაც მიიღე ის იყო რომ დებილობა გააკეთე, ჩაფლავდი და თან გეუბნებოდით რომ ჩაფლავდები, მაგის მიუხედავად მაინც რო არ იფიქრო ის რომ უნდა დამეჯერებინა ვინმესთვის. მოხდები? მესმის ცუდია, მესმის დესტრუქციულია, მაგრამ არავინ არ ამბობს, ანუ მაგიტომაც არ არის ბევრი პიროვნება, ხო ხდები? მაგიტომაც არის ამდენი მონა. იმიტომ რომ ეს მტკივნეულია, ბევრი რამე არის მტკივნეული, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ ეს თუ არ გაიარე და თუ არ გატყდი მაგ მომენტში, როცა ყველა გეუბნება, რომ ჩაფლავდები, მართლა ჩაფლავდი და აი აცნობიერებ აი ამ უნიკალურ კი არა და შეიძლება მონუმენტურ ჩაფლავებას, მაინც რო არ გატყდები მაგ დროს. ხვდები? აი ეგ არის თავისუფლებაში გატეხვა რა. კონცეფტი იმედია გაიგეთ. სახელი მე მოუფიქრე რა რო რამე. აი ეგ მომენტი არის, როცა წდება, შენ იქნები თუ არა რეალურად თავისუფალი, იქნები თუ არა პიროვნება. აი მაგ მომენტში რო ჩაფლავდი და ყველა ესე ყვავივით დაგაჯდა. მაგრამ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, დეგენერატმაც შეიძლება რომ იგივე გააკეთოს, იგივენაირად მოიქცეს და კაია რომ დეგენერატი ეგრე იქცევა. არ არის კარგი. არ არის კარგი. მაგრამ არა დეგენერატიც რომ გახდეს იმაზე მეტი ვიდრე არის, უნდა გაიაროს ეს, ხო ხდები? ბევრი რამე არის სამწუხაროდ ამ რეალობაში, რასაც დეგენერატები აკეთებენ, რაც თუ არ გაიარე, ვერა ხვალ მაღალ ლეველზე, ნუ არ ხდება ეგრე. და ნუ თავარი რამე, რაც ცხადი უნდა იყოს ისედაც ყველასთვის, ნუ თუ მიყურებ ეს ისედაც ცხადი არის. ყველა ეს პაჭი-პუჭა ხალხი გარშემო. ყველა ეს დროის მხარჯველი არაფრის მომცემი, აი ეს პაჭი-პუჭა ხალხი უნდა მოიშორო. არაფერს რო არ იმასშვებიან, აი ნული ამბიცია, ნული ინტერესი, ნული რამე საინტერესო, მარტო გართობა. უნდა მოიშორო ეგ პაჭი-პუჭა ხალხი, ან ნეგატიური ხალხი, ხო ხდები? ერთ-ერთი მთავარი ტვინის გამოსარეცხი საშუალება რა არის რა? რომ არა ნეგატიური ხალხი უნდა ყავდეს გვერდით, იმიტომ რომ ნეგატიური აზრი უნდა მიიღო, აი ჩააფურთხე. არა შემოკარგო, ეგრე არ არის რა. თუ ნეგატივით ვინმე გავსებს და ეგ გაწუხებს, ესე იგი ეგ ადამიანი უნდა მოიშორო რა, ეგრე მოქმედებს. იმიტომ რომ მეს მყავს ბევრი ადამიანი, ვინც მისწორებს შეცდომებს, ვინც სპეციალურად მირეკავს, რომ ჰეი, აი ამაზე უნდა დაგელაპარაკო. მაგრამ აგრესიას არ იწვევს. მაგრამ არის ხალხი, ვინც იწვევს აგრესიას. ხო ხდები?
ის ვინც იწვევს აგრესიას იცოდე 100%-ით, რომ ის უნდა მოიშოროს, სულ რომ სიმართლეს გეუბნებოდეს, იმიტომ რომ ცუდი გავლენა ექნება რა. და ასევე ნეგატივი არ უნდა მიიღო ბრბოსგან, იმიტომ რომ ბრბოს ზუსტად ეგ უნდა რა, რომ გახსნილი იყო კრიტიკისთვის, მიიღო შენიშვნა, არ იყო ამპარტავანი, ხო ხტები, მონობა უნდათ რა შენგან. უნდათ რომ ისეთივე მონა იყო, როგორებიც თვითონ არიან და რა მონებადაც გაიზარდნენ და რა ლუზერებიც არიან, ხო ხტები? არა. დაიმახსოვრე ეს. ნეგატიური არ უნდა მიიღო ადამიანებისგან, რომლებსაც ავტორიზაცია არ მიეცი, რომ მათგან ეგ ნეგატიური მიიღო. არც შესწორება. ხო არის ის, რომ აი მიიღე შესწორება, გახსნილი იყავი. ეგ არის მონური სისულელე. კონკრეტული ადამიანები უნდა არსებობდნენ, ვისგანაც შენ მიიღებ. მაგის გარდა ყველას ნეგატიური აზრი უნდა გააქრო. ხო ხტები? ხო, მაგრამ მაგით ბევრს დაკარგავ, იმიტომ რომ შეიძლება რეალური ის იმა. შეიძლება რეალური იყოს ბრბო, რასაც გეუბნება, კი. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როცა ბრბოსგან იღებ რამეს, რაც მით უმეტეს თუ სიმართლეა, შენ პროგრამირდები იმანზე, რომ ბრბოს მონა იყო, რომ აი ბრბო არის რაღაცა, რომელმაც უკეთ იცის. არ შეიძლება ეგ. როგორც ხვდებით, აი ეგრე მარტივად არ არის რა საქმე, რომ რაღაცა უცება, შავ-თეთრი არ არის. ბევრი ნიუანსი არის, ბევრი დეტალი და რა მიზანი გაქვს, მაგასთან უნდა შეადარო რა ყველაფერი. ამიტომ ბრბოს არ და ზოგადად ჩემი აზრი არის რა ეგ რომ ზოგადად ის რომ დაუჯერო ბრბოს ან რამე საერთოდ სერიოზულად რომ მიიღო ბრბო, ჩემი აზრით უნდა იყოს, ნუ აი უკიდურესი დეგენერატი. ეს შიზოიდი უნდა იყოს, რომ შენ სერიოზულად ბრბო განიხილო. პრინციპში რამეზე, არამც თუ აზრი რომ მიიღო ბრბოსგან, არამც თუ ნეგატიური, ხო ხდები? ეგ ნეგატიური აზრები, ფიდბექები, კრიტიკა და რამე, ეგ დაუტოვე მონებს. და ასევე თავადაც რომ მონა არ იყო, შენ არ უნდა ცხოვრობდეს სიძულვილით. არანაირი რესენტიმენტი არ უნდა გქონდეს. არანაირი სიძულვილი. არ უნდა იყო ეგეთი ადამიანი რა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გიყვარდეს ყველა, არა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ზიზღი არ უნდა გქონდეს, არა, უნდა გქონდეს, ხო? როგორც 1000 მწერზე და იმაზე და ამაზე, არა, ზიზღი უნდა იყოს, მაგრამ სიძულვილი არა. იმიტომ რომ სიძულვილი შენს გწამლავს. სიძულვილი არის სულის შხამი. ეგ ერთხელ რომ დაგიჭერს, არ გიშვებს რა, ანუ ისეთი გველი არის, ესე კბილები და მორჩა შხამსა ესე გაწვდის და გაწვდის. და ასევე მოერიდე მსგავს ადამიანებს, მოერიდე ადამიანებს რომლებიც მოტივირებულები არიან სიძულვილით. ეგ ანგრევს მართლა ყველაფერს, ეგ არის, ნუ აი დაბიოება და რაც მთავარია, ეგ არის მონების თვისება, რესენტიმენტი, სიძულვილი და რამე. ხვდები? ამაზე კონტრასტი რა არის, რომ რაღაცა მოხდა, რაღაცა ცუდი გაუკეთე ვინმეს, ან რაღაცა ეგეთი, ეგ არ უნდა იყოს სიძულვილით რა გაკეთებული. არამედ თუ აკეთებ რაღაცა ისეთს, როცა ხელის გასვლა გიწევს, ეგ შენთვის ისეთივე პროცესი უნდა იყოს, როგორც ნუ აი არ ვიცი რა, აი ხოჭო რომ გააგდო სახლიდან. ხოჭო რომ მოკლა, ან რამე ეგეთი. ხო არ გძულს ახლა ის ხოჭო. არამედ ხედავ როგორც პრობლემას. მაგრამ პიროვნული სიძულვილი ეგ არის ნუ აი მონების შეპყრობა. შეპყრობილები რო არიან, ვიღაცა მაწყენინა 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 5 შეპყრობილები რო. მონახარ ეგეთი თუ ხარ. შეგიძლია ეს გამოასწორო, ნუ შეიძლება რომ გამოასწორო, მაგრამ გარანტირებული არ არის. თუ შეძელი, ესე იგი ის იყო პატარა ბაკი, მაგრამ თუ ვერ შეძელი, ნუ ხო ეგ მონახარ და მანდ ვერაფერი ვერ გიშველის რა. ზოგადად წყენია არ უნდა იყო რა, აი წყენის შემნახველი ხო ხვდები? მესმის რომ რაღაცა გააკეთო, რომლითაც ადამიანს მოიშორებ, ან რაღაცა ეგეთი, ნუ არ მოგეწონა. მესმის, მაგრამ აი რო გიდევს წყენა და რამე არა. ეგ მთლიანად უნდა იყოს პრაგმატული, მთლიანად. და ეხლა ამას მივყავართ ძალიან კარგ ნაწილამდე ამ მასტერკლასის და რო რამე ეს სხვაში წვეთი არის, სერიოზულად ვისაც გინდათ რომ მართლა სხვა ადამიანებივით, რომელიც არაერთი არის, პოზიტიურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და აი ეს ყველაფერი, რაც დღეს არის რეალობაში, აი ამ ზოოპარკში რო გადარჩე და ფინანსურად და ასევე პიროვნულად იყო ძლიერი, დამოუკიდებელი, გაწევრიანდი დახურულ არხზე, იქ გელოდება მთელი არქივი დეტალური მასტერკლასების.
და უამრავი სკილის, რომელსაც გამოიმუშავებ, რაც ჩაუნაცვლებელი არის, რასაც სხვაგან ვერ იპოვი. ხო, ეს რეკლამა. ეხლა, შემდეგი რა არის, როცა ვსაუბრობთ პიროვნებაზე რა? და ეს ძალიან ინტუიციური არის. უნდა შეგეძლოს, რომ ახტაცებას იწვევდე ადამიანებში. უნდა შეგეძლოს ეს. ეგ რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მონა უნდა იყო, ხო ხდები? ადამიანის, აი ადამიანი იმას ვქნა რაღაცა გავაოცო. არა, ეგ უნდა იყოს სკილი. ხო ხდები? აი, როდესაც ფულს შოულობ, ხო? მაგ დროს ხო გიწევს, რომ ფული გამოიმუშაო, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანთან კომუნიკაციით, ხო? ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანის მონა ხარ, არამედ სკილი არის ეგ. იგივენაირად უნდა შეგეძლოს, რომ ახტაცებას იწვევდე. რამდენი ადამიანი არის Facebook-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე, ანუ 100,000 subscriber-ი, მილიონი subscriber-ი, მაგრამ არანაირ ახტაცებას არ იწვევენ რა, ანუ ეგეთი ბევრი ფიგურა ხო იცით, ძალიან პოპულარული, მეც ვიცი. ეგრევე თავში 100 ადამიანი მომივა ეგეთი, რომელიც ჰიპერპოპულარულია და რამე, მაგრამ ნუ აი არა რა. ხო ხდები, რა ახტაცება, ანუ რაღაცა მიდი გააკეთე და მორჩა. უმეტესობა ეგრე არის, უმეტესობა ინფლუენსერის, ცნობილი ადამიანის და ასე შემდეგ. ეხლა ეს რა არის რა? უნდა წარმოადგენდე რაღაცა ისეც, რაც შენს თავზე მეტი არის, ხვდები? ამას ავხსნი ეხლა კარგად ჩავშლი. თავისთავად ადამიანი საინტერესო არ არის რა, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად ვსუნთქავთ, ერთნაირად ვიცით როგორია გაღვიძება, დაძინება, ჭამის სიამოვნება და ის რაც არის, ალბათ გააჩნია რა კონტინგენტს აიღებ 99% უნივერსალური ყველა ადამიანში, ხო? ამიტომ პიროვნებას უნდა რაღაცას ატარებდე რა, ანუ წარმოადგენდე შენზე დიდი რაც არის. და ეხლა ამას ავხსნი რა, რომ ყველა ადამიანი ხო ხედავს ფილტრებით. მეც ყველა ადამიანი მხედავს ფილტრით. მესმის. და ეგ ფილტრები არ არის როგორ თქვა რა, უმეტესობა მაგ ფილტრის რაღაცა ობიექტური. აი ობიექტური აღწერა რო ავიღოთ. თვალის ფერი ესეთი, კანის ფერი ესეთი, ის ესეთი. მაგ ფილტრების უმეტესობა არის მითოლოგია, პოლიტიკა, რაღაცა ფილმში ნანახი, რაღაცა სადღაც წაკითხული, რაღაცა არქეტიპი, რაღაცა ის და მოკლედ სავსე არის რა. და პიროვნება ის არის, ვისაც აქვს, როგორ თქვა, ბევრი აი ეგეთი დიდი ფილტრი. და ეგ ფილტრი თავად უნდა დაიდო. და ეგ რას ნიშნავს? რომ წარმოადგენდე რაღაცა ისეც, რაც შენზე მეტი არის, შენზე დიდი. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური შეხედულება, ეს შეიძლება იყოს რამე ფილოსოფია, ეს შეიძლება იყოს რელიგია და ყველა რაც ჩამოვთვალე, ახლა მოგივა პიროვნებები რა, რომლებიც აი ამ ფილტრით არის, რომ აი ამას წარმოადგენენ და ეგ არის რა, ანუ კარები იხსნება მაგ რაღაცა დიდში. და ეგრე ბევრი რამ პოლიტიკური იდეოლოგია, ფილოსოფია, მითოლოგია, ის 1000 რამე, ხო? და ეხლა ნახე, ამით იმას გეუბნები, რომ აი ხა მიდი დროზე გადახედე პოლიტიკურ იდეოლოგიებს, რამე დაფიქე, ან რამე ფილოსოფია, ან რამე ეგეთი მიიწერე. არა, იმიტომ რომ ეგ მარტივად ჩამოგეშლება. არსებობს უფრო სერიოზული მეთოდი და სერიოზული მეთოდი რა არის? რომ შენს ბიოლოგიას დაადგენინო შენი ფილოსოფიაც, შენი რელიგიაც და შენი პოლიტიკაც. ვინც არ იცის ეს, პოლიტიკა არის ბიოლოგია. და ამას ყველა კვლევა აჩვენებს, ისიც კი არის, ანუ მართლა უსასრულო რაოდენობის კვლევა, რომ რელიგია და პოლიტიკა ტვინისთვის არ განსხვავდება. არა, ეგ შეგიძლიათ მოიძიოთ ან შემდეგი ვიდეოსთვის, რომ უკეთესად ავხსნა. ხო და რაღაცას შენი ბიოლოგიური მდგომარეობით წარმოადგენ რაღაცა პოლიტიკურ შეხედულებას, ან რაღაცა მითოლოგიურ დამოკიდებულებას, ან რაღაცა ფილოსოფიას. რა თქმა უნდა, მაგას სწავლა უნდა, ხო? ეგეთი მარტივი რო იყოს, რომ უყურე ახლა ამ ვიდეოს და ჰოპ, ბოლოში ზე ადამიანი ხარ, არ გამოვა ეგეთი რამე. მაგ ყველაფერს უნდა სწავლა, დაკვირვება, მაგრამ დაკვირვება უნდა დაიწყოს შიგნიდან. აი, შენი ქცევა, შენი ბიოლოგია, მისთვის რა არის უფრო მისაღები პოლიტიკურად, რელიგიურად ასე შემდეგ. და მაგ ყველაფერს უნდა წარმოადგენ და ეგ დაახლოებით იმისი იდენტურია, როცა ამბობენ, რომ აირჩიე რაღაცა, რაც არის შენი მტერი. ადამიანი არაა აუცილებლად. თუ ის ადამიანი ძალიან დიდი ვინმე არ არის, ან რამე იდეოლოგია, ან რაღაცა მტერი უნდა ამოიცნო, ომში უნდა ჩაერთო, დიდში, ხო?
მსგავსი რამეა და ეს მტერი რომ უნდა ყავდეს და რაღაცა დიდს დაუპირისპირდა, ეგ მნიშვნელოვანია რა, რისთვის? რომ აი ყლეობებით არ დაიტანჯო, რა ვიღაცის აზრი რაღაცაზე. და ამ დროს სერიოზული პრობლემა არის, რომელსაც ხედავ და რომელთან ომშიც ხარ. მაგ დროს აი ესეთი პატარა კურკლი პრობლემები შენთვის არ არის რა, რაღაცა ისეთი, რაც ემოციურად შეგეხება. რამე გაგებით. ხო და, ნუ ეს არის აი ბუნებრივად წამოსული. ეს მართლა ეგრეა, ყველა ადამიანი რაღაცას წარმოადგენს. ქცევით. ამიტომ მაქედან დაიწყე და შემდეგ უკვე შეგიძლია რომ მიახმარო ლიტერატურა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ჯერ ლიტერატურა აიღო, ჯერ გაქექო ფილოსოფია, პოლიტიკა და რამე და მერე რაღაცა არა. იმიტომ რომ მაგ დროს ძალიან დიდი შეცდომა არის, ყველა ვინც პირველ კურსზე იყავით, გემახსოვრებათ, რომ სწავლობ რამე ან პოლიტიკური იდეოლოგიებს, ან ფილოსოფიას და პირველი რაც ამოგივარდება იმას, რომ წაიკითხავ იმის არგუმენტებს და რამე ან მორალური თეორია ან რაც კიდე ფიქრობ რომ მორჩა ეს არის, აი შეიკრა ყველაფერი. მე სხვას წაიკითხავ და არა, აი ეს არის. და ეგ საფრთხე არის რა, მით უმეტეს ნულიდან თუ იწყებ ან პოლიტიკას, ან ფილოსოფიას, ან მითოლ რაც კიდე. ეგ საფრთხე არის რომ პირველივე ძლიერი кейსი რაც შეგხვდება მიიღებ და ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის გერგება. უბრალოდ შენ დაინახავ მაგაში არგუმენტს და ძლიერ არგუმენტს და ძლიერი არგუმენტი შენი ტვინისთვის ის არის რომ ეს დაგეხმარება გადარჩენაში. და ეგ ძალიან სერიოზული მახე არის. ხო და რა მეგობრებო, როგორი რამე არის რომ ცხოვრება, კარგი ცხოვრება რა, კარგი ხოშიანი ცხოვრება. გამარტივდა. ხო ხვდები? კარგი ხოშიანი ცხოვრება ხელმისაწვდომია ისე როგორც არასდროს. მაგრამ თან ძალიან გართულ და ამ კარგი ცხოვრების მოპოვება იმისთვის, ვინც ეს კარგი ცხოვრება უნდა იცხოვროს. აი, რაღაცა ეგეთი ის არის, ანუ მარტივი არის. ხო ხვდები ერთის მხრივ კარგი ცხოვრება. მართლა მარტივი არის. მაგრამ თან რთული არის იმისთვის, ვინც ეგ მარტივი და კარგი ცხოვრება უნდა იცხოვროს. ხვდებით ალბათ რაზეც მაქვს საუბარი. იმიტომ რომ ჯერ ერთი სხვა რეალობა არის. მე კიდე ყველაფერი რაც ისწავლეთ ქცევაზე, როგორი უნდა იყო, როგორც გაგზარდეს და რამე, ეგ ყველაფერი არის დიდწილად ტყუილი, არაეფექტური, მონური რა. და რეალობა საერთოდ სხვა არის. გინდა ტექნოლოგიური გაგებით, გინდა პოლიტიკური, გინდა ისეთი, გინდა ასეთი. ფინანსებით შეიცვალა ის ფულს როგორ აკეთებ, შეიცვალა ადამიანის როლი. გინდა ფულთან, გინდა სხვა რამეებთან მიმართებაში. და ნუ მოკლედ 1000 რამე არის, რაც იდეაში არ არის რა, ისეთი ფუნდამენტური პრობლემა უმეტესობა რა, რაც აბრკოლებს ადამიანს, რომ ხოშიანად იცხოვროს და კარგად იცხოვროს. ეგ არის ხო მთელი ხიბლი. რომ ჯერ ერთი ისე წარმართოს შენი ცხოვრება, რომ შენ იყო შენი ბედის წერის ავტორი და თან რომ დატკბე კიდეც რა, რომ ხოშიანად იცხოვრო. არაფერი სასურველი, არაფერი სათნო, არაფერი კარგი იმაში არ არის, რომ ტრაკული ცხოვრებით იცხოვრო. სიღარიბეში კვდებოდე, ცუდად იყო, იტანჯებოდე წარამარა, მაგრამ ამაყობდე რომ იტანჯები. არაფერი მაგაში კარგი არ არის. ტრაკობა არის, ეგ ცხოვრებას ლუნიტასში რეცხავ. ხო და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით საჭიროა ინსტრუმენტები, რომელიც დაგეხმარება, რომ ეგრევე გონზე მოხვიდე, ეგრევე ინსტრუმენტები გქონდეს, ყველაფერი მზად იყო, რომ ამ ცხოვრებაში იცხოვრო ხოშიანად. რომ წესრიგში გქონდეს აი ეს ყველაფერი და კარგად გრძნობდე რა თქმა უნდა თავს. ფინანსებიც ისიც ესეც პიროვნული და სწორედ მაგიტომ შევქმენი დახურული არხი. და მანდ უკვე გელოდებათ უამრავი გიგანტური არქივი მსგავსი ვიდეოების, მსგავსი მასტერკლასების, რომელმაც უკვე ასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მანდ ისეთი რამეები არის ბევრი, რომელიც მორჩა რა, ანუ ინფორმაცია, რომლის შემდეგაც ვეღარ შეძლებ რომ იგივენაირად გააგრძელო ცხოვრება. არ გჯერა შეამოწმე. ხო, იქნებ ვიტყუები. მაგრამ ნუ ესეთი კლეიმი არის და მოგიწოდებთ მართლა ოღონდ ყველა წესიერ ადამიანს ნორმალურს, მაგრამ როგორც წესი უწესო და არაადეკვატურებმა არიციან რომ მათზე მიდის საუბარი, მოკლედ წესიერ ადამიანებს გეპატიჟებით დახურულ არხზე და იქ გელოდებათ ზუსტად ეს ყველაფერი და მეტი რა, ანუ სხვანაირად ვერ აღვწერ. კითხე კიდეც იქ წევრებს რა, როგორ აღვწერო ეს ორი სიტყვით დახურულ არხზე რეებიც დევს.
მდენი კატეგორია არის ჯერ მარტო გადმოუდი, საცავი, ჯანმრთელობა, იქ ფინანსური კატეგორია, როგორ აი ყველაფერი და მეტიო. ყველაფერი და მეტი, ამიტომ ყველას გელოდებით დახურულ არხზე მიიღე საუკეთესო გადაწყვეტილება ამ წლის და გაწევრიანდი. ხო და, მადლობა ყურადღებისთვის და თუ მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ, რომ ალგორითმი ცოტა დაუბუსტოთ. და მოკლედ რა, ვინც ამ გზაზე გახართ და ვინც ცდილობთ რომ წინ წახვიდეთ და იაზრებთ ბევრ რამეს და გაქვთ ადეკვატურობის ნატამალი, არ დანებდეთ, იმიტომ რომ მართლა. რამდენად ახლოს ხარ ვერ გეტყვი, მაგრამ სწორ გზაზე გახარ და ეგ უაზრო გზა არ არის. არ დანებდე, რაც მთავარია. თავისუფლებაში გატეხვაზე, რაც ვთქვი აქამდე, ეგ გედოს თავში. რომ ეგ იქნება შენი გამოცდა, სულ რო ჩაფლავდე. სულ რო უკანასკნელი იმედგაცრუება გამოცადო. აი ეგ არის მთავარი ტესტი. ამიტომ, კარგად იქნება ყველაფერი ხოშიანად, მთავარია რომ სირობით არ დაიტანჯო, უაზრო სირობებით და არ მოგერიდოს ენერგიის ჩადება. ენერგიაზე, ტვინზე, ტვინის ექსპლუატაციაზე, როგორ უნდა დაათრიგერო ტვინი, ენერგია მეტი, აი ყველაფერი, ყურადღება, ფოკუსირება, ეგ ყველაფერი დახურულ არხზე არის, ამიტომ გელოდებით. ყველას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, ეს ძალიან ისეთი ინტიმური ვიდეო იყო და აი როგორც მეგობარს ისე გესაუბრე, ამიტომ გაითვალისწინე მაინც ფორმატი.